Мадлоб, Диди Мадлоба. Привет! Добрый вечер. Это ваше шоу номер первая передача в стране и на канале ТВ Первели. Начинаю монолог с центральной темы. Нелена უკვე უნდა მივეჩვიოთ ხალხო. ეს იქნება მალე ჩვენი ოფიციალური ენა. ოცნებას ასე უნდა ყოველ შემთხვევაში და ჩვენც ესე ყური უნდა გავტეხოთ, ენა უნდა გავტეხოთ, უნდა მივეჩვიოთ, რომ ანუ რო არის უხეშად რო არ მოგვეჩვენოს მე მომავალში. მოგახსენებათ ორი დღის წინ პუტინის ბრძანების საფუძველზე 15 მაისიდან რუსეთთან უქმდება სავიზო რეჟიმი და აღდგება ორმხრივი საჰაერო მიმოსვლა. ყოჩახ მთავრობას. აი რა უნდა ვთქვა, აღარც კი ვიცი. ქართულ ოცნებას ფაქტიურად ქვეყანა აქვს გაყიდული. ანუ გაყიდულია, ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება, უბრალოდ ჯერ საფუძვლიანად იმიტომ ვერ ვგრძნობთ ჩვენ მოსახლეობა, რომ ჯერ მიდის მენეჯმენტის გადაბარების პროცესი. მიხვდით, ამ დროს ქვეყანაში ესე არ იგრძნობა, ამიტომ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩვენც შევიგრძნობთ. ამ ამბავს რუსეთში ერთ-ერთი პირველი ვინც გამოეხმაურა, ეს იყო გავრილოვი. მივესალმები ამ ფაქტს და მე პირადად ვაპირებო საქართველოში ჩამოსვლასო. ხო და რომ ჩამოვა პარლამენტის კამში კი არა, პირდაპირ პრემიერის სავარძელში ჩასვით. პირდაპირ. პრემიერი ხო ქვეყნის პირველი პირია და მიეცით გავრილოვს საშუალება, რომ ბოლომდე შეიგრძნოს ოკუპირებული ქვეყნისგან მიღებული სიამონება თავისი რუსული იმპერიალისტური ტრაკით. ფრენების აღდგენას დიდი აღფრთოვანებით გამოეხმაურა კრემლის თავდადებული პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც. ძალიან მოეწონა თურმე მარგარიტა სიმონიანმა მოიწონა ეს ამბავი და შეაქო ქართული ოცნება. მე პირადად შემოვდივარ ინიციატივით შეურაცხყოფელ წყევლაკრულვას დაემატოს ასეთი ვერსია. შენ გაქოს ყოველდღე მარგარიტა სიმონიანმა. აი ესეთი წყევლა. მე ვფიქრობ, დედის გენებასავით შეურაცხმყოფელი იქნება ჩემი აზრით. მოკლედ, ქართული ოცნების წყალობით ვხედავ, როგორ იშლება საზღვრების რუსეთ-საქართველოს შორის. ვხედავ, როგორ ხვდება აეროპორტში ირაკლი კობახიძე გავრილოვს. ვხედავ, როგორ აპრავებს პოსტივი ფრენების აღდგენას. ვხედავ, როგორ ანაცვლებს მაგდა ანიკაშვილის მეწყვილე წვერებიან ბიჭს თინა კანდელაკი და ბოლოს რა თქმა უნდა ვხედავ და თან მესმის ფილიპ კირკოროვი და ჯულიანა ბარგნარი ჯაივი ტან შემდეგი სეზონიდან, ანუ ამასაც მოვესწრებით, ძვირფასო მეგობრებო. ფრენების აღდგენაზე და ვიზების გაუქმებაზე ოპოზიციაში ატყდა ამბავი. ამ ხელა საპროტესტო ტალღა მე ოპოზიციაში არ მახსოვს, ძვირფასო მეგობრებო. სტუმარზე ერთება თოქ-შოუებში, სტუმარზე. სტუდიიდან სტუდიაში დაიწყო უკვე ოპოზიციურმა ფლანგებმა მოძრაობა. ორი ავტობუსი დაუმატებიათ უკვე ხაზით. ახალი ხაზი ჩაამატეს, ორი ავტობუსი ჩაამატეს. ერთი რო აღარ ეყოთ, სპეცხაზი ხო არის, რაღაცა TV პირველი ფორმულა მთავარი კავკასია, ეს ხაზი ხო იცით რომელია? ავტობუსი რო დადის, ერთი და იგივე პოლიტიკოსები რო დაყავს სხვადასხვა არხზე, ორი ავტობუსი ჩაუმატებიათ იქ და ეს სამი ავტობუსით დადიან უკვე, აქ ქვია თოქ-შოუებში და გამოტენილია თოქ-შოუებში გაცეცხლებული პოლიტიკოსები. ეს რა გაგვიგმენდა ქართულმა ოცნებამ და ეგრეც უნდათ, აბა როგორ უნდა ქართულ ოცნებას? თქვენ რა გონიათ რა ვერ გამოვლენ და ვერ ილაპარაკებენ ტელევიზორში? ძალიანაც კარგად ილაპარაკებენ და მოგიღებენ კიდეც ბოლოს თოქ-შოუებით. დასასრულის დასაწყისში თქვი, ხო დაიწყო, ხო? მე მგონი დაიწყო თქვენი დასასრულის დასაწყისი. გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ ევროპის ერთ-ერთმა დიდმა ორგანიზაციამ ევროპელ სოციალ-დემოკრატების პარტიამ დაანონსა საკუთარი რიგებიდან ქართული ოცნების გარიცხვა, ხო და ფრენების აღდგენის ჭრილობებზე ირაკლი კობახიძე მარილი მოგვაყარა. გუშინ დილით ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ ქართული ოცნება ტოვებს სოციალ-დემოკრატების პარტიასო. მოკლედ, რომ აგიხსნათ ესე მარტივად, ევროპელ სოციალ-დემოკრატებს, რომლებსაც დედა უნდა ეტირებინათ პარტია ქართული ოცნებისთვის, ქართულმა ოცნებამ დაასწრო და თვითონ უტირა საკუთარ პარტიას დედა. აი ასე შეიძლება აიხსნას ეს ქმედება. კობახიძემ განაცხადა, რომ არც ერთ პარტიაში არ ვიქნებით ჩვენ და შევხედავთ იქ თუ ვინმე მოგეწონებაო, მე შეიძლება რა. კარგი იქნესო თავისით გამოვიდნენ, იმიტომ რომ ძნელია თან ევროპის სოციალ-დემოკრატულ პარტიაში იყო და თან ედინა ერასიას პარტიის წევრი იყო. ერთ-ერთი უნდა აერჩიათ და ედინა ერასია უფრო ახლო არის იდეოლოგიურად ახლა ამ ქართულ ოცნებასთან და შესაბამისად ახლა ედინა ერასია უფრო მისაღები იყო. ისე ნამდვილად არ მეგონა ირაკლი კობახიძე ასლან აბაშიძის შეცდომას თუ გაიმეორებდა. ასლან აბაშიძემ აჭარაში შესასვლელი ხიდი ააფეთქა და ირაკლი კობახიძემ კიდე ევროპაში შესასვლელი გზა ააფეთქა კი არა, პირდაპირ დიდი ატომური ბომბი ესროლა.
ევროპაში შესვლის ხიდს. ქართულ ოცნებას უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს ანტიევროპული PR კამპანია, გახსოვთ ალბათ ერთი კვირის წინ საოცრებები ილაპარაკა ქვეყნის პირველმა პირმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე. ამასთან დაკავშირებით TV პირველი ჟურნალისტმა განმარტებას თხოვა ირაკლი ღარიბაშვილს, ნახოთ როგორი პასუხი გასცა ამ შეკითხვაზე ღარიბაშვილმა, ვთხოვთ ეს, ნახოთ ეს headline-ი. თქვენთვის მისაღებია აღვირახსნილი მომწვანვლელი პროპაგანდა სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? პრინციპში ევროპა რო გარყვნილი არ იყოს, აბა საიდან პენსიონერებს ანგარიშზე ამდენი ფული? გეკითხებით. მთელი ცხოვრება რო ირყვნებიან, აგროვებენ ფულს და მერე სიბერეში ტკბილად უნდათ რომ იცხოვრონ ამ ევროპელმა პენსიონერებმა. კიდევ კარგი, ქართული კოლცენტრები ახევენ ამათ ფულს. იცით რატომ? გარყვნისაგან და წარწმენდისაგან იცავენ. რადგან სისაძაგლეს ჩაიდენენ იმ დაგროვებული პენსიის ფულით ის პენსიონერები. შეიძლება იმ ფულს იმიტომ აგროვებენ ეს პენსიონერები, რომ სიბერეში რო სქესი გადაიკეთონ. შეიძლება რა, არ შეიძლება, რომ სიბერეში უცებ მოუნდა და გადაიკეთა. აქ მიგვათრებთ, რომ სიბერეში სქესი გადავიკეთოთ ჩვენც. პრემიერ-მინისტრი TV პირველი ჟურნალისტს მიუბრუნდა და მტკიცებით ფორმაში უთხრა, რომ თქვენ ტელევიზიას კეზერაშვილი აფინანსებსო. საიდან მოიტანა ეს დასკვნა ღარიბაშვილმა, არ ვიცი. რა ვიცი, რომ ვაკვირდები TV პირველზე კბილები არავის ჩაუსვია და საიდან დაასკვნა, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. ან რამდენი კბილი მაქვს თან გასაკეთებელი და ამ უფულობის გამო ვერა და ვერ მივედი. აბა საიდან მოგაქვთ ეგ ინფორმაცია? ასეთ ბრალდებას რომ ამბობენ პრემიერ-მინისტრი, მტკიცებულებები ხო უნდა არსებობდეს, არადა მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს. მე მაგალითად ყოველ დიდით ჯიბეს ვისინჯავ და მტკიცებულობას რომ ვერ პოულობ, დგები და მე ისევ ნავთლუხში მოვდივარ სამუშაოდ. ხო და რა ვიცი, თუ იპოვით მტკიცებულობას, ცოტა მეც მიწილადეთ, უარს არ გეტყვით, მტკიცებულებებზე უარს არ ვამბობ. ეს ხომ დააბრეხვა ღარიბაშვილმა, კეზერაშვილი აფინანსებსო TV პირველსო და ახლა ველოდები როდის იტყვიან ნოდარ მელაძეს რომ კოლცენტრები აქვს TV პირველის შენობაში და როგორ ყლებს ევროპელ პენსიონერებს გამომძიებელ ჟურნალისტების გუნდთან ერთად. ხო შეიძლება ესეც თქვან რომ მაგალითად მარიამ გაფრინდაშვილი როგორ ყლებს ევროპელ პენსიონერს, ან რაღაც იტყვია რა პრობლემა. მინდა შევეხოთ ძალიან საინტერესო თემას. რამდენიმე დღის წინ კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა მარგარიტა სიმონიანი და შიაქო თბილისის მერი. მარგარიტა სიმონიანი რომ უკვე მეორედ ხვდება ჩემს მონოლოგში, მარტო ამით შეიძლება მივხვდეთ რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ძვირფასო მეგობრებო. კახი რო ამბობსო, ერთი ფაქტი მაინც მითხარითო რა ვთქვიო ანტიდასავლურიო, აბატონო. ეს არის მტკიცებულება. არ მგონია ახლა მარგარიტა სიმონიანი იმის გამო გაქებდეს ლიგა რო გაქვს ორჯერ მოგებული კახი. არ მგონია რაღაცა სხვა რაღაცა შეასახი. მოდით ნახოთ როგორ გაამართლა ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სიმონიანის ეს ქება დიდება. ნახოთ. ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენის ნაკლია ეს? ანუ ესე გვეუბნება. სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე. სიმონიანი ჰიტლერს შეადარა და კახი კალაძე ბეთჰოვენს. ეს სარჯველაძე როგორ გამправებელთა კატეგორიას მიეკუთვნება, იცით, აი თავარია message box-ში დავალება რა წერია. თორემ მნიშვნელობა არ აქვს, ყველას გააправებს. აი მაგალითად იუდა ისკარიოტელი რომ ქოცი ყოფილიყო, 30-ვე ვერცხლს 30 გასაправებელ მიზეს მოუძებნიდა და თან იუდას პატიოსან ბიზნესმენად გამოიყვანდა. აი ეგეთი გაправებები შეუძლიათ ამათ, აბსოლუტურად არ აქვს ძარღვი შუბლის. ახლა კი სასიამოვნო ამბები, ნახოთ ფოტო. ფრიდონ ინჯიამ 186,000 ევროთ ვეტმფრენი შეიძინა. გილოცავთ მეგობრებო, ახლა ქვეყანაში უკვე 3 ვეტმფრენია. ერთი ბიძინას ყავს, მეორე ფრიდონ ინჯიას, ხოლო მესამე ვის აყავს? გამახსენე, მესამე ვის აყავს? ხო, თავდაცვის სამინისტროს. თავდაცვის სამინისტროს რატო უნდა ყავდეს, დღემდე ვერ ხვდები ვეტმფრენი, რაში ჭირდება თავდაცვის სამინისტროს, რაში ჭირდება თავდაცვის სამინისტროს ვეტმფრენი, რა თუნდათ, რაში უნდა გამოიყენო. მე მკითხავთ რატომ ცხოვრობთო ცუდათო, რამე თუ გვეშველებაო, რანაირად უნდა გვეშველოს ხალხო, მთლიანად საქართველოს რომ 3 ვეტმფრენი ყავს და აქედან ერთი არის ფრიდონ ინჯიას. რანაირად შეიძლება ამ ქვეყანას ეშველოს. ისე დიდი არაფერი ვეტმფრენი არ არის, მონაცემები რომ ნახე უფრო მოკლე მანძილზე დაფრინავს, აი მაქსიმუმ ხელისუფლება რომ შეისწვლა ვლადი კავკაზამდე რომ მიაღწიოს
და იქ დაჯდეს რამენაირად, აი მოკლე მანძილზე. მოკლედ დღევანდელი მონოლოგი რო შევაჯამოთ, მთავრობა ქვეყანას რუსეთში მიაქანებს, ეს ოპოზიციის ავტობუსიც აღარ чанს, ხო და მოდი მე ისევ ენაში წავივარჯიშებ ძვირფასო мегобребо. Это был наш монолог. Нашу передачу оформляет инструментальный ансамбль под руководством Тамара Леквеишвили.